ნახე თურმე რა გამოგვჭა. ჩინეთის დიდი კედელი ეხლა უკვე ნაკლებად დიდია. ორ მშენებელს, ჯიონს და ვანს, გადაქონდათ სამშენებლო მასალა. მიდიან ესე თავისთვის ტრაქტორებით და უცებ წინ დაინახეს რაღაცა ქვების გროვა. ეს კი უმოკლესი გზა იყო მშენებლობის ადგილისკენ და იფიქრეს ამაზე უარესებიც გადაგვილახიაო და ამ თავის ტრაქტორებით აქეთ-იქეთ მიმოფანტეს ეს ქვები და მშვენიერი სწორი გზა გაჭრეს. ნუ როგორც უკვე ვიდეოს დასაწყისიდან მიხვდით, ეს გახლდათ ჩინური კედელის ნაწილი. ჩინური კედელი ყველგან ისეთი არ არის, როგორც ჩვენ გვინახია სურათებზე ან იქ ექსკურსიაზე. ზოგ ადგილას ის გამოიყურება აი ასე. ამათმა იფიქრეს, რომ ეს რაღაცა ქვები არისო და დაანგრიეს ჩინური კედელი. ჯიონს და ვანს ემუქრებათ სასამართლო და 3-დან 5 წლამდე ციხე, ხუროთ მოძღვრული ძეგლის დაზიანებისთვის. მშენებლებმა დილით დაქოქეს ტრაქტორი, მიადგნენ კედელს და გაიფიქრეს,